დღეს როგორც მოგესალმებათ არის ერთ-ერთი საუფლო ფერიცვალება უფლისა ღვთისა და მაცხოვრებელთა ჩვენისა იესო ქრისტეს. დღეს იმით არის განსაკუთრებული დღევანდელი დღე. რამდენიმე დეტალს მინდა თქვენი ყურადღება მივაღწიოთ. რატომ მოახდინა უფალმა მოციქულების წინ ფერიცვალება? სამი მოციქულის წინ. იმიტომ რომ აჩვენა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჩაებრივი ბუნება. კიდევ ერთხელ აჩვენა. სრულად მოახდინა თუ არა თავისი სისპეტაკისა და მყინვალების წარმოჩენა მოციქულების წინ. არავითარ შემთხვევაში. სრულად რომ მოეხდინა მოციქულები მას ვერ გაუძლებდნენ. უჭირდათო და ქვედამხობილები იყვნენ ამ ფერიცვალების ხატის სწორედ ასე არის. სამივე მოციქული ჩვენ გვაქვს ეს ფერიცვალების ფრესკა. სამივე მოციქული არის ქვედამხობილი, ვერ უძლებს. და სრულად რო ყოფილიყო ვერ გაუძლებს თავის მყინვალებს. და რატომ გააკეთე? ბოლო წინადადება დღევანდელი წაკითხული სახარებისა ამას პასუხობს. არავის არ უთხრათ, ვიდრე ძე კაცისა მტრეთით აღდგება. ანუ კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ძე კაცისა მტრეთით აღდგება. მე ჯვარზე გამაკრავენ, მე მტრეთით აღდგები. ცოტა ისეთი ძალიან მარტივად გლეხურად ვამბობ. ყოველ წუთში ეუბნებოდა. არ არსებობს სახარების არც ერთი გვერდი, რომ მოციქულებს არ ეუბნებოდეს იესო, რომ ძე კაცისა მტრეთით აღდგეს, ძე კაცისა ჯვარზე გააგრავენ. დაიჯერეს? არ დაიჯერეს. ბოლომდე რომ გაეჯერებინათ, აღარ შეეშინდებოდა, ხო ასე? ბოლომდე ვერ აღიქვამდნენ, რა ხდება? ვერ აღიქვამდნენ მოციქულები ამას. ეს არის ადამიანური სისუსტეები გამოჩენილი. და მეორე მნიშვნელოვანი ეს სისუსტეები აქ ყველა ჩვენხანმა ეს უნდა ვიცოდეთ. ეს ბუნებრივი ადამიანური სისუსტეები გვაქვს. რაღაცას გვეუბნება ღმერთი, გვანიშნებს, ვერ გებულობთ, ხედავთ, მაგრამ ვერ გებულობთ, ხედავთ, მაგრამ ვერ ხედავთ, გვესმის, მაგრამ არ გვესმის. და ან ღმერთი გვეუბნება უშუალოდ, ღმერთი კი არ მოდის გველაპარაკია, მაგრამ ვიღაცა გვეუბნება, რაღაც მოვლენები გვეუბნება. ჩვენც ასე ვცხოვრობთ. ეს თუ ასე იქნება ხვალ და ზედ, ამას ვერ აღვიქვამთ. არადა როგორც მოხდება, მე ახსენდება თუ ნახევარწერია სახარებაში. როცა მტრეთით აღდგეს და იხილეთ მტრეთით აღდგომი, მაშინაც არ დაიჯერე ერთ-ერთმა. თომოციკული. გავეცანოთ აბა, მაშინაც არ დაიჯერა. სანამ ხელს არ დავადებო მის ნაჭრნობებზე, მალამდე არ დავიჯერე. ერთ-ერთმა ესეც კითხვა. და ჩვენც ასე გვემართება ჩემო ძვირფასო. ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ არ არის ეს კარგი ასე თუ გვემართება. ეს კარგი არ არის. რაც უფრო ადრე გააცნობიერებს ადამიანი, ვთქვათ, რა იქნება ხვალ, როგორ იქნება და რას გვასწავლის წინა წერილი და რა მოვლენები შეიძლება იყოს. რაც უფრო მალე გააცნობიერებს, მით უკეთესია მისთვის ბუნებრივი. მეორე დეტალი, რასაც ყურადღება მინდა თქვენი მივეცი. რა ხდება, რა სცენა მოხდა ფერიცვალების დროს. გამოეცხადება მაცხოვარს მოსე წინასწარმეტყველი და ელია წინასწარმეტყველი. და ესაუბრებოდნენ. და ესაუბრებოდნენ არა როგორც თანასწორს, არამედ როგორც უპირატეს. ჩვენ ყველა ვგრძნობთ, ხედავთ, რომ ვთქვათ, რომც არ გვესმოდეს საუბარი, ვთქვათ, იდგეს 10 ადამიანი. ვინ არის იქ უკვე ბუნებრივად უპირატესი, ეგრევე ეთყობა, რომ ლაპარაკობენ ერთმანეთში. ხომ ეთანხმება თამაში? მართლა ასე, კი ბატონო. და აშკარად ჩანდა, რომ ესაუბრებოდნენ არა როგორც თანასწორს, არამედ როგორც უპირატეს. ეს არის სწავლება იმისა, რომ იესო ქრისტე არის განხორციელებული ღმერთი. და კიდევ მნიშვნელოვანი დეტალი არის. მოსე წინასწარმეტყველს ჰქონდა ხორციელი გარდაცვალება, ანუ მოკვდა. ხოლო ელია წინასწარმეტყველი არ მოკვდა რა. ბიბლია გვასწავლებს, რომ ცოცხლად იქნა ატაცებული ცეცხლოვანი ეტლის ზეცაში. და ენუქთან ერთად მეორე მოსვლის ჟამს წინა პერიოდში მოვა და ამხელს ანტიქრისტეს. მაგრამ ხალხი რას იზამს, იქ წერია იქ. როცა მოკლავენ ელიასა და ენუქს, ხალხი გაიხარებს. გვაწუხებდაო, მაგის ხილებაო ანტიქრისტეს მიმართო, ჩვენ პრობლემებს გვიქმნიდაო.
რატო ლაპარაკობდაო, ხმას რატო იღებდაო, თავის საქმისთვის მიეხედაო. დედა რა ნაცნობი ტექსტი არის, ხო არ გეცნობ? რა სიტუხებდა თავს ნეტაო, თავი რატო მოაკლევინაო? აი ამ ტექსტით იქნება ხალხი ამას იტყვის. მას დაჯდა უკრავს, 3 დღე და ღამე იქნება ქალაქის ქუჩებში დაუსახლებელი, რათა ყველა მნახველს თან გადაიღებენ თელ დედამიწას ახურებიებენ, რომ ეს მოუყალით უკვე. აი რაღაცას რომ მოკლავენ და მე ვიდეო კადრებს ატრიალებენ, ხო? რომ ტარიაო. როგორც მიხახელაშვილი რომ მოკლეს და სურათი გადაუგლესა და ატრიალის მე და კარგა რამდენიმე დღე რო არ დამარხეს. 24 წელში. 25 წელს ვიტყვი. აი ის მოვლენები ეს ერთხელ კი არ ხდება. და ნიშნულოვანი ძალია. თუ კი მოსე ესაუბრებოდა. ესე იგი მოსე არ მომგვარა. დარი ესაუბრებოდა. ანუ იმ სოფლისთვის შემოგვიფასებო ადამიანი მკვდარი არ არის. თუ ის გამქრალია, თუ ის აღარ არსებობს, მოჩვენება იყო. ილუზია ფოკუსები მოახდინა მათ ხო არა? ეს ხო მკრეხელობა. რადგან მოსე ესაუბრებოდა, ესე იგი მოსე მკვდარი არ არის ღმერთის წინაშე. და რადგან ელია ესაუბრებოდა, მოსე და ელია ღმერთის წინაშე ერთ და იგივე რამში არიან. ერთს არ უხილავს ხორცელი სიკვდილი, მეორე მიხილა ხორცელი სიკვდილი. ეს იმას ნიშნავს, მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, რომ ადამიანის სული უკრავია. ადამიანის სული განიცდის ცვლილებას, ანუ გარდაცვალებას განიცდის, ანუ ცვალებადობას, ანუ ადგილმდებარეობის ცვლილებას განიცდის ადამიანი. ჯერ დედის წიაღშია დაახლოებით 9 თვე. ზოგი 7 თვეში გამოდის და ვერ ისვენებს მე. ხო და ზოგი 11 თვე ჩერდება, მაგრამ დაახლოებით მიახლოებით 9 თვე არის დედის წიაღში. მერე დედის წიაღიდან რომ გამოდის ტვების წყაროს ჭრიან მას. ჭიბლარით იკვებებოდა თითოეულ ჩვენგანი. ჭიბლარი გადაგვიდეს, უნდა მომკვდარიყავით. მაგრამ ახალი კვების წყარო იქნება. სუნთქვავის ვიწყებთ და კვებას ვიწყებთ მერე იეგრევე, რომ არაფერი არ იცბავთ, ტუჩებს აცვაცუნებს საჭმელი უნდა. და პირველი რაც კვება რეცაცხებულობს, ეს არის ჩასუნთქვა. არის კვება. როცა ამ ქვეყანას ტოვებს ადამიანი არ ქრება ეს ახალი კვების წყარო ახალ სამყაროში გადადის და შესაბამისი კვების წყარო ეხსნება მას, ანუ პირობითი კვების წყარო, რა თქმა უნდა. რაც იმ სამყაროში ჭირდება, იმით იკვებება. არ ქრება ადამიანი. ფერიცვალება ამას გვეუბნება. გაგაზიაროთ მაღალ ღმერთმა და კიდე ერთი დეტალი შემოგვიფასებო. როდესაც პეტრე მოციქულმა ეს ყველაფერი იხილა, ეუბნება იესოს. მოდი აქო, ქუნათო 3 ტალავარიო, ანუ პატარა სახლი ავაშენოთო. ჩვენებურად იმერულად. ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის, ერთი ილიასთვის. ალბათ თვითონაც უნდოდა იქ ყოფილიყო. ალბათ თვითონ იდეის ავტორს თუ არ გააგდებდნენ გარეთ. კარგი არის აქ, მოეწონა. და შენიშვნა მიიღო უფლისგან, რომ არ იცოდა რა საბუდა ეს. და ხშირი არის ესეთი შემთხვევა პეტრე მოციქულთან მიმართებაში, ხშირი ასეთი შემთხვევა. ჩვენც ხშირად გვემართება ხოლმე ასე. რაღაცას გეგმავთ, რაღაცა გვინდა, რომელიც არ არის ღვთისთვის სათნო. ამიტომ როდესაც რაღაც ნაბიჯებს გადავდგავთ, ჩემო ძვირფასებო, ყოველთვის თხოვოთ ღმერთს. ღმერთო, უკვე თუ შენთვის არის სათნო, ხელი მომიმართე. ეგრე პირდაპირ რომ ვეუბნებით, ნახეთ, რა მინდა გითხრათ. ძირითადი მასის საზოგადოების ძირითადი ნაწილი, ამას ხშირად ვამბობ, რომ მიდის ეკლესიაში და საყოველთაოდ კი არ ვამბობ, ამას ვამბობ როგორც შევის კუთხით, რატო კი არავის ეჭუბებს და საყოველთაოდ. შეკვეთებს აძლევს უხურს. ესე გამიკეთე და ისე იქნა და ასე გააკეთე და დედა ასე მოახდინე და ესე შეკვეთებს აძლევს. და არის თუ არა უფლისთვის სათნო ეს ყველაფერი არ აინტერესებს. ეს არ არის სარწმუნოება ძვირფასები. სარწმუნოება არის, რომ ადამიანმა უნდა ცნოს საკუთარი თავი ღვთის მორჩილებაში
და უნათხოვოს აი რაღაც ასეთი მსგავსი ფორმულირებით სათხოვარი თუ შენთვის სათნოა იესო ქრისტეც კი როდესაც ევედრებოდა მამას გეცამანის ბაღში და ეუბნებოდა თხოვდა ამაცილე სასმისიო ჯვარცმაო ანუ წამების სიკვდილი ამაცილეო იქვე ამატებდა თუ კი შენთვის სათნო არისო თუ კი შესაძლებელიაო თუ კი შენ ხარ თანახმო ამ შემთხვევაში ამაცილე ასე თხოვდა ჩვენც ასე უნდა ასეთი მიდგომით უნდა ვთხოვო ხშირად არის მეგობრებო ჩემო ზვიფასებო ძალიან ხშირად არის ადამიანს რაც უნდა რომ მოხდეს უმეტეს შემთხვევაში ის არის საზიანო მისთვის რატომ იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილი არის ცოდვისკენ მისი გონება ჩემი თქვენი თითოეულ ჩვენგანი დათრგუნული არის ამ მიწიერი ყოფით შესაბამისად ჩვენ ვერ ვხედავთ ღვთის განგებულებას სრულად და ბოლომდე შეუძლებელია ამიტომ ჩვენ რაც გვმართებს უფლისწინაშე მორჩილებით იცხოვრება აი შენ მორჩილებაში უფალო და აი როგორ შენ გინდა ისე გამიკეთე და ისე გამომიყენე ისე მაცხოვრე ისე მომყოფე შენთვის რო სათნო იყოს რომ შენი სახელი განდიდეს ჩემი მეშვეობით უკვე ფუნქციურად წირთავ შენ თავს შენი სახელი განდიდეს ჩემი მეშვეობით და გამომიყენე რომ შენი სახელი ადიდოს ირგვლივ ადამიანებმა გამაძლიერე სიყვარულში აი ხშირად ეს არის რა ქვია აი მას ვიტყვი და დავასრულებ თხოვთ ძირითადად პრეტენზია რა არის უფრო ლამაზი ვიყო ვაიმე უფრო ძლიერი ვიყო უფრო ფულიანი ვიყო ბევრი ფული მქონდეს ეს ნატრებია უფრო დიდი თანმდებობა მქონდეს უფრო ჭკვიანი ვიყო არის ასეთი თხოვნები უფრო ჭკვიანი ვიყო ასეთი ჩერჩეტი რო ვარ უფრო გონიერი ვიყო რო ვერ ხვდები ღვთის განგებულებას უფრო ღვთაებრივი ღვთის გულისხმიერება მქონდეს რო ვერ ხვდები რა უნდა უფალ ჩემგან ამის თხოვნები გვაქვს ამის სრულები გვაქვს დალოცველი გამყოლოთ მაღალ მესმა კიდევ ერთხელ გილოცავ ფერიცვალების ამ უდიდეს დღესასწაულს მაცხოვარის შეწევა ქონებოდეს ჩვენი იესო ქრისტესი და მეოხობა ქონებოდეს იმ სამი მოციქულის პეტრე მოციქულის იაკობ და იოანე მოციქულისა და იმ ორი წინასწარმეტყველის მეოხობა ქონებოდეს უფლისწინაშე მოსე წინასწარმეტყველისა და ელია წინასწარმეტყველისა ჩვენთან არ ღმერთს